ეროვნულ არქივში საზაფხულო სკოლა დაიწყო. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა, ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც ერთი კვირის განმავლობაში ქართველი მეცნიერები უახლეს ისტორიაზე ლექციებს წაიკითხავენ. საზაფხულო სკოლაში ქართველ სტუდენტებთან ერთად ახალგაზრდა უცხოელი მეცნიერებიც მონაწილეობენ. მსმენელები საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ მდგომარეობას გაეცნობიან. მათ ასევე საშუალება ექნებათ 1918-21 წლებში საქართველოსა და ზოგადად კავკასიის შესახებ ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტები შეისწავლონ. მსმენელები შერჩევა მოხდა კონკურსის მეშვეობით. ეროვნულმა არქივმა გააზრდა საზაფხულო სკოლის შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა სამეცნიერო სასწავლო დაწესებულებებში. ჩვენს კოლეგა არქივისტებს გაუგზავნეთ ეს ინფორმაცია, გამოიგზავნა იქიდან საანკეტო მონაცემები და შეეჩერა სკოლის მსმენელები, ვისაც გამოცდილება ჰქონდათ ამ მასალებზე მუშაობას. ეს საზაფხულო სკოლა მიცემს შესაძლებლობას როგორც ქართულ, ისე უცხოელ მსმენელებს დაამყარონ მჭიდრო კონტაქტები და გაეცნონ იმ მნიშვნელოვან მომენტებს, რომელიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი ამერის ისტორიაში. ინტერნეტით გავიგე ამ სკოლის შესახებ, ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო და ვცადე ბედი ასე ვთქვათ კონკურსში, საკმაოდ დიდი კონკურსი იყო და სულ 5 ქართველი შეგვარჩიეს და მე მგონი 15 არის უცხოელი მონაწილე. დარწმუნებული ვარ ძალიან საინტერესო იქნება ეს 7 დღე გამომდინარე პროგრამიდან.